მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ სიყვარულის ნაკლებობაზე ბავშვებში. ძალიან ხშირად ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე უპირობო სიყვარულზე, მის მნიშვნელობაზე და დღეს უნდა შევეხოთ პირიქით იმას თუ რა ხდება მაშინ ბავშვის ფსიქიკაში, როდესაც მას ძვირფასი ადამიანებისგან აკლია სიყვარული. ამ თემას იმიტომ შევეხე, რომ სიყვარული არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბაზისო, რაც შეიძლება ჩვენ ბავშვს მივცეთ იმისთვის, რომ იფუნქციონიროს ჯანსაღად და ჯანმრთელად. რადგანაც ეს არ არის მხოლოდ ემოცია. უსიყვარულობას, როდესაც განიცდის ბავშვი, ეს არის ერთგვარად ემოციური შიმშილი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არ ჩერდება. ეს არის სტრესი ტვინისთვის. ტვინი გადადის სტრესულ რეჟიმში, ანუ გადარჩენის რეჟიმში და აღარ გადადის განვითარების რეჟიმში. შესაბამისად, ეს ყველაფერი განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს, მის დამოკიდებულებებს, მის სამყაროს მიმართ წარმოდგენას, იმიტომ რომ როგორიც მხდება სამყარო, მე ვცდილობ რომ მოვერგო ამ სამყაროს. თუ სამყაროს ნაკლებ სიყვარულს გამოხატავს ჩემს მიმართ, მე შესაბამისად სხვადასხვა მექანიზმები მაქვს იმისთვის, რომ გადავლახო ეს ყველაფერი, ხო? შესაბამისად, ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებსაც აკლდათ ბავშვობაში სიყვარული, ხო? შემდეგ უკვე დასრულებაში გამოირჩევიან უფრო ჩასაფრებული ხასიათით, უფრო მეტი აგრესიით, ცოტა მეტი დეპრესიაში, ფოთვა მეტია, კონფლიქტურობაც მეტია. სხვათა შორის დასწავლის უნარებიც ნაკლებია, იმიტომ რომ ტვინი, როდესაც სტრესულ რეჟიმში გადადის, ისე ვეღარ ფუნქციონირებს, როგორც მას შეეძლო ყოფილიყო მშვიდ და ბედნიერ რეჟიმში. სიყვარულის ნაკლებობა არ ჩანსო, მაგრამ შიგნიდან აშენებს პიროვნებას არასწორად, ხო? აი ესეთია და ტვინის განვითარების შეფერხება იწვევს და მე არ ვარ მნიშვნელოვანი. ეს არის ეს მესიჯი, რომელსაც იწვევს სიყვარულის ნაკლებობა და როგორ იწვევს, ახლა ამას მოკლედ აგიხსნით. მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს მშობელთან ურთიერთობა, ანუ მისთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობის პროცესში ფაქტობრივად იგნორირებულია, ან შეიძლება სახლში იყოს მშობელი, მაგრამ არ აქცევს ყურადღებას, ანუ ბავშვი ვერ იქცევს ყურადღებას მშობლის. ის თulis რომ მე არ ვარ მნიშვნელოვანი. და აი მუდმივად ესეთი მესიჯები, როდესაც შედის ბავშვი, ეს უბრალოდ ინფორმაცია არ არის. ეს არის წარმოდგენა, ემოცია, რომელიც იბეჭდება ტვინში უკვე და მერე წარმოდგენას უქმნის საკუთარ თავს. აი ძალიან მოკლედ მინდა ერთგვარად ესე შევაჯამო, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს საყვარელი ადამიანებისგან სიყვარულის ნაკლებობამ ბავშვის განვითარებაში და მერე უკვე სტუმართან გადავალ, ანუ ფიზიკური ზრდის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს, ტვინის განვითარების შეფერხება, ენობრივი და გონებრივი ჩამორჩენა, ემოციური და სოციალური განვითარების შეფერხება. ასევე იმასაც დავამატებ, რომ ძალიან ბევრი კვლევა ჩატარებულა და ბავშვები, რომლებსაც ეფერებოდნენ და რომლებთანაც სიყვარულს გამოხატავდნენ, ბევრად განვითარებულები იყვნენ გონებრივად, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც ეს სიყვარული და სითბო აკლდათ. ჩვენთან სტუმრად იმყოფება ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. ეს თითქოს ისეთი თემაა, ყველამ რომ ვიცით და რომ უნდა გვიყვარდეს ეს ჩვენი შვილები, ხო? მაგრამ შვილები ხშირად გვიყვარს რაღაც გარკვეული პირობებით, გარკვეული მოცემულობებით, ზოგჯერ სჯით, ზოგჯერ ცუდ მესიჯებს ვეუბნებით. აი, რა არის მთავარი? აი, ჭირდებათ ბავშვებს დამტკიცება სიყვარულის ყოველდღიურად? აუცილებელია. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ეს ძალიან აქტუალური თემაა, მით უმეტეს აი ამ ძიძების საუკუნეში. კარგია რომ ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ უკვე ღამის ძიძაც არსებობს, დღის ძიძაც მოგეხსენებათ. და სუპერ ძიძაც. და სუპერ ძიძაც კი. ხო, ეხლა ნახეთ იუნგიც ამას ამბობს და ნუ ყველა დიდი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, რომ თავარი ამ საკითხში არის დედა. ნუ დედა არის პირველი ადამიანი, ვისგანაც უნდა მიიღოს ეს სიყვარული. და ეს აი ამას ადარებენ, მე მიყვარს მეტაფორები ძალიან და ძალიან კაი მეტაფორაა, რომ ადარებენ სახლის საძირკველს, საფუძველს. აი დედა აძლევსო იმ საფუძველსო, ამ სიყვარულის და მერე უკვე შენ როგორცაც გინდა იმ ისეთ სახლს ააშენებ, თუმცა საძირკველს ის გაძლევს. და აი ამიტომ შეცდომა ის რომ ადამიანი როცა მთელი ცხოვრება ამბობს რომ აი მე დედისგან დამაკლდა სიყვარული და ეხლა იმიტომ ვარ ასეთი, შენ გააქვს საფუძველი და მე როგორ სახსაც გინდა ააშენებ. ხო, ის უკვე შენზეა, ის უკვე შენი არჩევანია, რამდენად გააცნობიერებ, რამდენად აპატიებ დედას და ასე შემდეგ. მაგრამ საძირკველს, ნუ ეს ამაზე ყველა შეთანხმებულია, რომ გვაძლევს დედა.
დედა თუ ამბობს, რომ აი იმიტომ მუშაობ ამდენს, იმიტომ ჭირდება დამხმარე ძიძები, რომ მე ხელფასი მქონდეს, შენ კარგი სკოლა გქონდეს, კარგი ტანსაცმელი ყველაფერი. ესეც ხო გარკვეული ფორმა არის ზრუნველობის და სიყვარულის გამოხატულება. ეგ შეიძლება რაღაც ასაკიდან, რა თქმა უნდა, უბრალოდ სულ უნდა გძნობდეს ბავშვი, რომ ის არის დედისთვის საჩუქარი, დედა მას იღებს უპირობოდ, აი უპირობო მიღება ამთავარი. ანუ დედა ეს არის ის ადამიანი და ვერავინ ვერ ცვლის ამას, რომ ბავშვი რო იბადება უკვე მუცელშივე, იქიდანვე დედა იღებს უპირობოდ ისეც როგორიც არის და საჩუქარია დედისთვის და აი ეს არის ყველაზე დიდი რესურსი ადამიანისთვის, როცა მას ყავს ისეთი დედა, რომელიც უბრალოდ ის რო გაჩნდა როგორიც არის, აი ამით არის დედა ბედნიერი, რომ ის ესეთი შვილი ყავს და ამას სულ ამჟღავნებს, სულ გამოხატავს ამას, რომ აი მე შენ ესეთი მიყვარხარ. სიყვარულზე როცა ვსაუბრობთ, ქალბატონინო, აი გამოხატავს ერთია, მაგრამ ზოგადად დასრული ადამიანები ძალიან განსხვავდებით ჩვენი ხასიათით. ვიღაცას მეტად შეუძლია სიყვარულისა სითბოს გამოხატვა, ვიღაცას ნაკლებად, ეს არის იმიტომ რომ ნაკლებად უყვარს შვილი. რას ნიშნავს ბავშვისთვის საკმარისი სიყვარული, ანუ მაინდა-მაინც კოცნის სიხშირეზე, ჩახუტების სიხშირეზე სიტყვა მიყვარხარზე არის თუ აი რაღაც სხვანაირად. ხო და დავამატოთ კიდე, აი რეალურად მოკლედ როც კიდე დავამატოთ, რას ნიშნავს, როგორ უნდა გამოხატოს სიყვარული? სულ მიყვარხარ-მიყვარხარიძე ხო ეს არის? აი ხო არა, იმიტომ კი არ გვაინტერესებს, მაგრამ აი როგორ უნდა გამოიხატებოდეს ეს? კი, რა თქმა უნდა შეხება, ის რომ მიყვარხარ, სიტყვიერად აუცილებელია ჩახუტება, ეს ყველაფერი ეს რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ ნახეთ ხალხო, აქ რა არის გადამწყვეტი? დედის შინაგანი მდგომარეობა. თუ დედას თვითონ ბავშვობაში დააკლდა სიყვარული, მის ოჯახში არ იყო ნაღდი გულწრფელი ურთიერთობები. ის არ იყო ბავშვობაში ესე უპირობოდ მიღებული და სულ ის თვითონ უნდა დაემსახურებია სიყვარული, რომ რაღაცა მიეღო და აღიარება, სითბო და სულ რაღაცას ამისთვის აკეთებდა, რომ იცოდა, რომ ეს უნდა ის რა თქმა უნდა შვილსაც ასე გაზრდის, ხო? ის შვილს მოთხოვს, რომ ის იყოს კარგი, კარგად ჭამოს და მაშინ ეყვარება, კარგად ისწავლოს და მაშინ ეყვარება და ისო დაიკარგა უპირობო სიყვარული. ანუ მთავარი არის დედის შინაგანი მდგომარეობა. თუ მას ეს თვითონ ეს რესურსი ბავშვობაში აქვს, ის ბუნებრივად შვილთანაც ძალიან სწორი სტრატეგიით წარმართავს აი ამ დედობას რა. და იმ საფუძველს სწორად ჩაყრეს. თუ არა და უნდა გააცნობიეროს, რომ არ გააჩნია და ეს გამოასწოროს და მე აქედან გამომდინარე გადასცეს. თუ დავიღუპეთ. მაგას ვაკეთებ ფსიქოთერაპიაში, მაგას ვაცნობიერებებთ, მაგრამ სამწუხაროდ ხო ყველა ხო არ დადის ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან. და ამიტომ ნახეთ, როგორც კი ადამიანი ხდება მშობელი, პირველ რიგში უნდა გაიხსენოს მშობლებისთვის თუ რამე აქვს საპატიებელი, აპატიოს. მადლობა გადაუხადოს იმისთვის, რომ მშობლებმა მისცეს სიცოცხლე და ამბობენ ეს და სწორია მეც ვეთანხმები, რომ ჩვენო ვერაფრით ვერ გადავიხდით მშობლების ვალსო, ერთადერთი ვიხდით იმითი, რომ ჩვენ თვითონ იმათმა რომ სიცოცხლე მოგცეს, ჩვენ ვაგრძელებთ სიცოცხლეს ჩვენ შვილებში, ნუ თუ შვილები არ ყავს, ჩვენ ცხოვრობთ სავსე ცხოვრებით და ის სიცოცხლე რაც გადმოგვეცა, სიცოცხლეს ვაგრძელებთ, ხო დეპრესიული კი არ ვართ, სიცოცხლეში სრულად ჩართული ვარ. ანუ თავარი რასაც გვაძლევს მშობელი ეს არის სიცოცხლე. და აი ეს არის მარტო ამიტომ შეგვიძლია ყველანაირ დედას და მამას უთხრათ მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვაკლდა თქვა სიყვარული, დაგვაკლდა ზრუნვა და მერე რომ იზრდება ადამიანი, ყოველთვის შეუძლია თავის თავში იპოვოს დედის საწყისიც და მამის საწყისიც და თვითონ გახდეს, თვითონ მიიღოს თავისთავი უპირობოდ, თვითონ გახდეს თავის მშობელი და თუ დაიწყო ამის ძებნა გარეთ, აი ესეთ უსიყვარულოდ გაზრდილმა ბავშვმა, რომ პარტნიორს მოთხოვა, რომ რატო არ ზრუნვა, ის რაც დააკლდა დედისგან, ხო? ან იქ სამსახურში მოვიდა, ან მეგობრებს მოთხოვა, რომ როგორ ეხლა თქვენ დამაკელით მე რაღაც. ნუ იქ აბსოლუტურად არაჯანსაღი ურთიერთობები ჩამოყალიბდება და სულ გამეორდება სამჯერ და ხუთჯერ რო შექმნას ოჯახი მაინც და აი ეს საფუძველი გვაქვს, იქ ჩვენ ვირჩევთ მერე, როგორი აგური დავდოთ, როგორი სახლი ავაშენოთ და ყოველთვის არის გამოსავალი. ოღონდ ამას ქვია გაცნობიერებული ცხოვრება. არა სტიქიურად, რომ თაობიდან თაობას გადაეცემა ეს სცენარი უსიყვარულობის, სადღაც ეს უნდა გაწყდეს. და ეს შეგვიძლია ყველას. აი ამაშია გავაცნობიეროთ და რაღაცა დაგვაქვს. აი ხო, აი ძალიან საინტერესო თემას მივედი, თუ აღმოაჩინა ადამიანმა, რომ სიყვარული დააკლდა ბავშვობაში. და მისი ცხოვრება რაღაცა ერთ და იგივე წრეზე
მიდის და არის კონფლიქტური, დაძაბული და პრობლემური. რას ვაკეთებთ? ვაცნობიერებთ? რას ვაკეთებთ? ზოგი ამას აკეთებს, რა თქმა უნდა. გამოვასწოროთ უნდა ხო? ანუ აზრი ეგ იქნება, რომ ეს გამოსწორდეს. ვაცნობიერება, ხო, ზოგი თვითონ უყურებს ვიდეოებს, კითხულობს, რა დადის ტრენინგებზე, ზოგი მოდის ჩვენთან და იქ ცალკე ვაკეთებთ დედის პატიების ტრანსული თერაპიით მუშაობ მე ძირითადად ტრანსი არსებობს დედის პატიების, მამის პატიების, მე თავში რო გააღვიძოს ის იპოვოს ის საწყისი, არქეტიპული საწყისი, რაც ყველა ადამიანშია, დედის საწყისიც არის, მამის საწყისიც, რომ თავში იპოვოს, რომ თურმე შეუძლია თავის მიღება უპირობოდ ისეთი როგორიც არის. შეუძლია თავის ის სითბო და სიყვარული მისცეს, რაც დააკლდა. მამისგან სხვა რაღაცები, ხო, მამის ის მიღწევა, მიზნის დასახვა, რაღაც სიმყარე, საზღვრების დაცვა, მამის საწყისი სხვა რაღაცაში გვეხმარება. დედა არის ძირითადად აი ზრუნვა, მიღება, ღიაობა, აი ეს უპირობო მიღება. როდესაც სიყვარულს ვაძლევთ ბავშვს, რას ვაძლევთ ამით? აი როცა ვაგრძნობინებთ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ. შეიძლება ახლა თუდად მოიქცეს ვაძლევთ. ყველაზე ადრეული ტრავმა, რომელიც არის მუცლად ყოფნის პერიოდიდან წლინახევრამდე, ამას ქვია უარყოფის ტრავმა და ეს ადამიანები ისე ცხოვრობენ, თითქოს მათ სიცოცხლის უფლება არ აქვთ. ამითი აძლევ სიცოცხლის უფლებას, რომ მას ის ყველაფერი საუკეთესო ღირსი. ამას ყველას ვასწავლე ხოლმე ჩემთან ვინც მოდის, რომ ყოველ დილას თქვით ხოლმე, თქო ვეუბნები, რომ მე ყველაფერი საუკეთესო ღირსი ვარ, იმიტომ რომ ვარსებობ. მეტი არაფერი დამსახურება არ გჭირდება. არსებობ. აი თუნდაც უკვე ყველაფერი საუკეთესო ღირსი. რას სulis არსებით? ავტოტრენინგია ეგა? ავტოტრენინგი. ეს არის ცოტა ტვინის მოტყუება. მართლა გირჩევთ თქვენს თქვით. აი რა საკუთარი თავის სიყვარული. რა თქმა უნდა, ეს არის საკუთარი თავის ჯანსაღის სიყვარული. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ უკვე ყველაფერი საუკეთესო. ჩვენ გონია რომ ყველაფერი უნდა დავიმსახუროთ. რომ თუ ამას არ გავუკეთებ, მეგობრები არ მეყოლება, თუ ქმარს არ ამას არ გავუკმარი, თუ შულს ამას არ არის. თუ ბევრი კარგი რაღაც დავემართება, მე შეიძლება ცუდი იყოს ამის საპირწონე. სულ ეს ამ შიშებში ვცხოვრობთ ჩვენ. საერთოდ ჩვენ ყავს ერთი მტერი, ჩვენი თავი და ჩვენივე შიშები. აი ეს არის ჩვენი მტერი, სხვაგან გარეთ არანაირი მტერი ჩვენ არ მტერი. აი რამდენად ჯანსაღია ეგ მიდგომა, რომ მე ყველაფერს საუკეთესოს ვიმსახურებ, იმიტომ რომ ვიმსახურებ რაღაცის აი ნახე მე ყველაფერს საუკეთესოს ღირსი ვარ. ვიმსახურებ ცუდი სიტყვა, ღირსი ვარ. ბოროტი თუ არ მაინც ღირსი. იმსახურებში გულისხმება რომ რაღაცა უნდა ქნარო და იმსახურო. არაფერი არ უნდა ქნა. ხო და ეს არ უნდა ქნა. არა, ნახე ვინც მორწმუნეა, მე მორწმუნე ვარ და ჩემთვის ესეა რომ ღმერთმა რომ მოგიყვანა, ხო, არ არსებობიდან სადღაც არ ვიცი სად ვიყავით, მაგრამ ვიყავით და მოვედით, უკვე ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სამყაროში ყველაფერს იმსახურებ. უკვე ნიშნავს. იმიტომ რომ იგივე ღმერთი ხარ, შენ ყველაფერი შეგიძლია, შენ ხელშია შენი ცხოვრება. რატო ამდენი რესურსია სამყაროში? ეს ყველა ხო არ არის. თვითონ სამყარო გეუბნება, რომ აი მიდი, ყველაფერია. იქით ნიჭები გაქვს უამრავი, რაც გინდა გამოიყენე, გამოხატე შენი თავი, გამოამჟღავნე და ეს იმდენად ამოუწურავი პროცესია და შემოქმედებითი პროცესია და თუ ადამიანი დაეკონტაქტა თავის პიროვნების შემოქმედებით ნაწილს, ის არის ისეთი მოგზაურობა, რომელიც არასდროს არ თავდება და ყველაზე საინტერესო არის ცხოვრება. ამაზე საინტერესო არაფერი არ არის, მაგრამ შენ თუ ჩარჩი იმაში, რომ მე რა უნდა ვქნა, ან ამ სახელმწიფოში რა გამოვა, ან მე ესეთი მშობლები მყავდა და რა გამომივა. всё და მოკლედ აქ როგორც ვთქვით, ფაქტიურად ადამიანი აი ამ რო დაეკონტაქტოს საკუთარ თავს, შეიძლება ამისი სურვილი უნდა გაუშვეს, სურვილი მაშინ გაუშვება, როცა რაღაცა პრობლემას დაინახავს და მე შემეცნება უნდა დაიწყოს. ანუ თავის შიგნით რა ჭირს, როგორ ანაირ. ანუ აქ აი ამასთან გვაქვს პრობლემა ძალიან ხშირად, იმიტომ რომ კრიტიკული აზროვნება არ გვაქვს. ძალიან ბევრი ვერ იგებს საერთოდ რომ ეს პრობლემაა თუ არა. აი რა იქნება პირველი ნაბიჯი რა იქნება აი ამისკენ რომ გადადგას ადამიანმა. რაღაცით ხო უნდა მიხვდეს რომ მაგალითად რაღაცა დააკლდა ან რაღაცა საჭირო. რასაც ყველა ფსიქოლოგი თანხდება, მაგაზე რომ ხშირად რომ გიმეორდება ერთი და იგივე სიტუაცია. რატომ ემართება? ხო, უნდა დაფიქრდე რატო, რომ აი სულ ითხოვ შეყვარებულისგან და ის არ გამოხატავს შენ მიმართ იმდენ სითბოს, რამდენიც შენ გინდა, მაგრამ იმას გონია რომ გამოხატავს, მაგრამ შენს პრეტენზია გაქვს, რომ მე უფრო მეტი მინდა. იქნებ შენ ეს დაგაკლდა და შენ თვითონ ვერ მიეცი შენ თავს და ეხლა გარეთ ეძებ, ან შეყვარებულში, ან თანამშრომელში, ან მეგობარში, ხო? აი ეს ძალიან მარტივია სინამდვილეში, ხო? ამ დროს ყველაზე რთული. ხო, ნუ აი და რამდენიც არ უნდა მიიღოს, შეიძლება არ დაგაკმაყოფილოს. რა თქმა უნდა, ეგ არ დამთავრდება არასდროს თუ გარეთ ეძებ.
არასდროს 100 ქმარი და 100 ცოლი. აი შიგნით როგორ ვეძებოთ მაშინ? აი საკუთარ ავტოტრენინგით რო ჩავიტაროთ, როგორ გავაკეთოთ? კარგი დილას ვეტყვით, რომ საკუთარ თავს რომ კი. ანუ უსმენთ ჩვენ სურვილებს. ძირითადად ის უსიყვარულობა ბავშვობაში, ხო რა შევლინდებოდა, რომ ვერ იკმაყოფილებს ხო სურვილებს ბავშვი და ეჩვევა ამას, რომ თქვა გულწრფელობის ნაცვლად გაჩუნდეს, იმიტომ რომ არ არის მოწონებული მისი გულწრფელობა და რაღაც ემოციის გამოხატვა, გააჩუნეს ერთხელ ორჯერ და ეს ნორმალურად ჩათვალა რომ ასეა. ესე იგი მე რომ მივიღო რაღაცა რომ იმათვის მოსაწონი ვიყო პირველ რიგში დედისთვის, რა თქმა უნდა გავჩუნდე, არ უნდა მოუყვე ჩემ ემოციებზე. ამას ეჩვევა, ხო? ანუ ვიწყებთ საკუთარი სურვილების, ინტერესების, მოთხოვნილებების მოსმენას, რომ ეხა მე თუ მინდა მე ვიწყებ ამის გამოხატვას, რა თქმა უნდა სოციუმისთვის მისაღები ფორმით, ოღონდ ვიწყებ ამის გამოხატვას. ჩემი სურვილები შეიძლება ეს ვიღაცისთვის არ იყოს მოსაწონი ეს სურვილი, მაგრამ ვიწყებ იქ საზღვრების დაცვას, რომ გაუწიე ანგარიში ჩემს სურვილს ვეუბნები, ეს ჩემი საზღვრებია, ნუ შემოიჭრები, შენ არ გინდა, მაგრამ მე მინდა, პატივი ეცი ჩემს საზღვარს, ჩემს პიროვნებას, ჩემს მოთხოვნილებებს, ჩემს ინტერესებს, ხო? და მე ნელ-ნელ ამას ეჩვევა ხალხი, რომ შენ უკვე პიროვნება ხარ და ეს არის პიროვნება, ხო? ეს არის ღირსების გზნობა. რომ შენ შეგიძლია რომ შენი ინტერესები დაიცვა. აი ბავშვობაშივე როგორ აღმოვაჩინოთ, რომ რაღაცას დავუშვათ ვაკლებთ ბავშვს, სანამ ვსრდით, ხო? მშობლებს გვინდა რაღაცა ყველაფერს ვაკეთებთ. მართლა შეიძლება ამ რუტინაში გამორჩეს მშობელს ის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი როგორ აღმოვაჩინოთ და ძალიან კარგი შეკითხვა ახლა ეს, რომ აი სუთვალებში თუ გიყურებს ბავშვი, რომ დედას მოეწონა, თვითონ კი არ არის ტრანსში და თავის სივრცეში და თავის პროცესში. აი ჩემთან არის, რომ აი დედას მოეწონება? ეხა ის რა სიტყვის? დედა რო ეუბნება რომ მე კაი მშობელი უნდა ვიყო, შეიძლება არ ამბობს, მაგრამ შინაგანი მდგომარეობა ესე რო აქვს მშობელს, რომ მე უნდა გამოვჩდე კარგი მშობელი და არა უშავს შემშულს ცოტას რაღაცას ზედმეტს იმედს ადინებს, უთავარია იქ დამრიგებელმა თქვას რომ მე კარგი მშობელი ვარ და არ უსმენ ბავშვი მეუბნება რომ დედა აღარ შემიძლია 20 მაგალითის გაკეთება, დღეს გავაკეთებ 5-ს და ეუბნები რომ არა 20 უნდა გააკეთო, რომ მათემატიკის მასწავლებელმა არ მითხრას საყვედური და გითხრას საყვედური გამოჩნდა რომ ცუდი მშობელი ხარ, ბავშვი იყოს ბედნიერი. ჩვენ ხო ბავშვი ბედნიერი უნდა გავზარდოთ, ხო? და აი გახსოვს ის ვიდეო რო ჩავწერო, ბავშვს უფრო აკონტროლებთ თუ გიყვართ. ხო და სწორედ დიდი გამოხმაურება გამოიწვია მაგ ვიდეომ. ხო და ძირითადად ხალხმა მოიწერა რომ ვაკონტროლებთ. კი არ გვიყვარს. ანუ მაგაზეც და უბრალოდ გავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა რომ ვაკონტროლებთ თუ გვიყვართ. რამდენად გამოვხატავთ ამ კონტროლს? რომ შენ უნდა გამოჩნდე კარგი მშობელი, ეს არის წინა პლანზე და არა ის რომ შენ უნდა გამოჩნდე კარგი მშობელი, მაგრამ მეორეა რომ სიტყვაზე იმიტომ ვთხოვ რომ იმეცადინოს რომ მიყვარს და მისთვის უკეთესი მინდა, ეს მიდგომაც ხო არსებობს. როგორ არა, რა თქმა უნდა მისთვის უკეთესი გინდა, მაგრამ ის დიდად არ დააკლდება, ვთქვათ, რომ ყველა საგანში არ არის აუცილებელი რომ 1000-ანი იყოს. ის გააკეთოს, რაც აინტერესებს, იქ წარმართოს თავისი ენერგია, რომ მიეჩვიოს, რომ ინტერესით შეხედოს სამყაროს და იქ იყოს მეცნიერი და იკულიოს, ვთქვათ, ფიზიკა ინტერესებს და იქ ატარე რაღაც წრეზე იმ ფიზიკაზე და ნუ აიძულებ, რომ ყველა საგანში 1000-ანი იყოს, ნუ წარმოუდგენელია ეს. თავის მოტყუებაც არის, ვერც იქნება, იმ ხელაზღვა მასალაა. სამაგიეროდ თუ ამაში შეუწყობ ხელს, ის ყოველთვის ინტერესით შეხედავს სამყაროს, სულ აღმოჩენებს გააკეთებს და არასდროს არ გეტყვის 16 წლის ასაკში, რომ აღარაფერი არ მაინტერესებს თამაშის გარდა და მთელი დღე არ იჯდება მე კონტაქტი. როგორ ვუწყობთ ხელს ბავშვს, როდესაც შფოთვებშია ბევრი სამეცადინო აქვს, ბევრი რაღაც ეზარება, 1-2 მოსწონს. აი ჩვენ როგორ ვუწყობთ ხელს ისე რომ თან არ ვსტრესავთ, თან არ ვაკონტროლებთ და თან სიყვარულს გამოვხატავთ. პასუხისმგებლობას ვუბრუნებთ თავის ცხოვრებაზე და სულ ამას ვასწავლით. ბავშვს სულ აქვს ტენდენცია რომ ჩვენ აქ ვკიდოს პასუხისმგებლობა, თუნდაც იმ მეცადინეობაზე, რომ ჩვენ დავრეკოთ, ჩვენ გავიგოთ, გაკვეთილებ, ჩვენ დაველაპარაკოთ მასწავლებლებს. თლიანად ვუბრუნებთ პასუხისმგებლობას და ვეუბნებით, აი შენ როგორ შენი ურთიერთე, შენ როგორც შეძლებ ისე გააკეთე. თუ ჩარჩება კლასში, ჩარჩეს არა უშავს, თვითონ მიიღოს ეს გამოცდილება, რომ იმიტომ რომ არის მეცადინა, მაგრამ ეხლა აღარ სწოვებენ რაღაც ახალი წესია, რომ აღარ ტოვებენ არავის. ანუ ეგეც არ გამოვა. ჩანთებით მორბენალი მშობლები რო არიან და მასწავლებლებთან სუხაზე და ვისწავლეთ გაკვეთილები პირველ რიგში. ეს ყველაფერი არის ამით მე გაიზრდება ნარკომანიან მოთამაშე რაღაც. იმიტომ ის არ იღებს ბავშვობიდან თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას და ყველა ასაკში უნდა აიღოს თავის წილი პასუხისმგებლობა.
პასუხის როგორ არ ჩავერიოთ მშობელს იბარებენ მე რეგაცო არ აკეთებსო გაკვეთიოსო სახში რასაკეთებს ბავშვი არა ეგრე რა ვიცი მშობელს იბარებენ მე სკოლაში ხო აი პასუხს რო ბოლოს მშობელია თვითონ უნდა იყოს პიროვნება ჩამოყალიბებული რომ სკოლაში რო დაგიბარებენ რაღაც სათანადო ესეთი ძალიან ეკოლოგიური პასუხი გასცეთ მასწავლებელს რა და ბავშვიც აქ არ დავამუნათოთ მე ეს რა თქმა უნდა რომ არ დავდო როგორ შენის გამო მე დაგიბარებენ სკოლაში აბა რაღაც ბავშვს აქვს თავისი ინტერესები შენ უწყობ იმაში ხელს და ბედნიერი ხარ ამით ამას მოუყვები მასწავლებლად და მე მშობელი გეტყვით რომ ამის ინტერესებს დავყვეს ყველი საერთოდ არის მეცადინებს და აი აქ არა ეგრე იმიტომ რომ შენ თუ იმას უბრუნებ მთლიანად პასუხისგებლობას და შენ აღარ იღებ ის თვითონ მშვენივრად ახერხებს იქ რაღაცა მასწავლებელს გაეხუმრება რომ სამიანი დაუწეროს რაღაცას ეგეც უნარია რომ ესეც უნარია სულ გამოადგება ცხოვრებაში რატო აუცილებელი ეხა ხალხო გულახდილად თქვით რა მასალაც ვისწავლეთ სკოლაში იქიდან 10%-ზე მეტი ხო ვერ გამოვიყენეთ ნუ ეხლა თქვით აბა გულახდილად ზუსტად არ დაგვიწია მაგრამ ზუსტად არ დაგვიწია მაგრამ გავს სიმართლეს ნამდვილად ხო და ნუ ჯობია ბავშვი იყოს ბედნიერი და უყვარდეს სიცოცხლე ინტერესით უყუროს სიცოცხლეს და სულ აღმოჩენები აკეთოს ვიდრე იყოს რაღაცა 1000-ანი ყველასაგანში და აღარაფ სიცოცხლე აღარ უნდოდეს და ერთი სული ქონდეს რომ ითამაშებს რაღაცას იმაში კომპიუტერულ რაღაც თამაშებში და არც წიგნი არც განვითარება არაფერი და თქვას რომ აი მე გარდატეხის ასაკში იცი რა მე არაფერი არ მაინტერესებს თქვენი არაფერი არ მინდა მარტო მთელი დღე ვიждები და ვითამაშებ და ეს ძალიან ხშირია მოყავთ სულ ესეთი რაღაცა თავისუფალი არჩევანია რომელიც უნდა მივცეთ გარკვეულ ასაკში იმისთვის რომ სწორად დაინახოს თავისი ინტერესები რა თქმა უნდა, ბევრ წრეზე უნდა ვატაროთ, რომ იპოვოს ის თავისი. იმიტომ რომ მე რო აღარაფერი არ აინტერესებს, რჩება თამაშები, აბა რითი გაერთოს, კაცო, რაღაცით ხო უნდა დააკლო, ისა გაიყვანოს დრო, ხო? თვითონ ბავშვი როდის მიხვდება, რომ პრობლემა იმაშია, რომ არასწორად აღზარდეს. მაშინ გვიანი იქ რო არის, მე უკვე გვიანია, როცა მიხვდება. გვიანი, მაგრამ მიხვედრა თქო საქმეა. როდის ხდება, რომ ვერ იღებს თავის ცხოვრებაზე პასუხისგებლობას, ვერ იღებს. ისევ აბრალებს ვიღაცებს, ისევ ველოდება ვიღაცისგან. ამ დროს ყველაფერი ჩვენშია. მთელი სამყარო, ყველა რესურსი, აი ცხოვრება არის გადაშლილი წიგნი, სადაც ყველა რესურსია ჩვენთვის, მაგრამ მე ვეღარ ხედავ ამ რესურსებს, იმიტომ არც ხარ ბავშვობიდან შეჩვეული და ეს ხო ბავშვობიდან უნდა მიეჩვიო ამას, რომ სულ აი აღმოჩენები აკეთო, მაგრამ ვინ აძლევს ბავშვს ამისა? რა აღმოჩენები არ დაისვარო, არ წაიქცე, არაძვრე ჩამოვარდნო, ჩამოვარდეს, უნდა დაისვაროს, თვითონ უნდა ჭამოს კოვზით, აღმოაჩინოს ეს როგორია, სულ კოვზით რო აჭმევენ 10 წლის ბავშვს, ნუ რა აღმოჩენებზეა ლაპარაკი, ხო და იკარგება ინტერესი. სადღაც მე აუცილებლად გაიჭირდება. აი წეღარ ვამბობდი, რომ სიცოცხლე მოგვეცა და ჩვენ გავაგრძელოთ და ვეღარ აგძელებს მე ის სიცოცხლის, იმიტომ სიცოცხლის ინტერესი ეკარგება, ცხოვრების ინტერესი ეკარგება. ხო? ძალიან დიდი მადლობა კაპიტანინო, ისეთი საინტერესო საუბარია, რომ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით, მაგრამ დრო აღარ გვაძლევს ამის საშუალებას. მაინც იქამდე მივდივართ, რომ სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაფერზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბავშვს მივცეთ და ამას არ ჭირდება ფინანსური რესურსი, რაც მთავარია. ამას ჭირდება ურთიერთობა და ბავშვის შემჩნევა და ვიცოდოთ, მოусმინოთ ამ ბავშვებს და პასუხისმგებლობები, მათი პასუხისმგებლობები მათვე ავკიდოთ და არა ჩვენ. ნინო კანდელაკი იყო ჩვენი სტუმარი, მე ხუჩაბა ამ და გემშვიდობებით ჩვენ გავაგრძელებთ ახლა გადაცემას სარეკლამო